ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას გემრიელ იმერეთში. იმერეთის ხარტი, ლამაზი, გაპრანჭული, ცოცხალი. აქ მოგზაურობისას არ შეიძლება რომ არ მიაქციო ყურადღება ამ ბუნებას, პატარ-პატარა ლამაზ სოფლებს, მოვლილ სახლებს, ეზოებს. მათი ეს არტისტულობა, სიხალასე, ეს ყველაფერი არის იმერეთი. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. სადაც იბადება ცივილიზაცია, იქ ჩნდება კულინარიის ნიშნები. ეხლა მე მივდივარ ქუთაისიდან 40 კილომეტრში, კოლხური ცივილიზაციის მთავარ ცენტრში, ვანში. ვანში მიმასპინძლებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ბატონი ომარ გაბუნია და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ყვება ეს გათხრები, ექსპონატები კულინარიაზე, ვაზზე და ღვინოზე. ქალაქის კარიბჭე გაითხარა, ეს მოხდა 1966 წელს. ცოტა წინა მხრიდან დაიწყეს არქეოლოგიური კვლევაძიება, აქ აღმოჩნდა ხის დამწვარი ძელი, რომელზეც უამრავი თიხის ჭურჭლები იყო, რა თქმა უნდა, ღვინის ჭურჭლები. წესად ჰქონიათ კოლხებს, როცა მეღვინეობისადმი დიდი რიტუალი სრულდებოდა, ეს ქალაქის პერიოდში ხდება, ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, როცა ქალაქი დაინგრა ზუსტად იმ დროს, როცა ეს დიდი რიტუალი სრულდებოდა. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ნაკრძალი, რომელიც 1985 წელს აკადემიკოსმა ოთარ ლორთქიფანიძემ დააარსა, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია საქართველოში და შეუძლებელი არ აღფრთოვანეთ აქ დაცული უნიკალური ექსპონატებით, ბრინჯაოს, ვერცხლისა თუ ოქროს ნივთებით, სარიტუალო ჭურჭლით, უძველესი ქვევრებით, რომელიც გათხრების დროს აღმოაჩინეს. თავად ქალაქიც უძველეს ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევებზე ყოფილა განშენებული. როდესაც სტუმარი მოდიოდა, განსაკუთრებულად მათთან ურთიერთობა ჭირდებოდა, ამ ყანს ასმისებს შესავაზებდნენ და სირცხვილად ითვლებოდა, რა თქმა უნდა, დაუსხამდნენ, თუ ის ხელს მოკიდებდა უკან დაბრუნება და თუ არ დალებდა, მის დადგმა შეიძლებოდა. ამიტომაც ეს იყო ერთ-ერთი დაძალების ფორმა, რომელიც ჩვენ ძველი მერვე მე-7 საუკუნეებში გაგვაჩნია და ამ ძალიან შორეული ფესვები გააჩნია. ამოუწურავია ისეთი მადლობა, რომ ასეთ საქმეს აკეთებდნენ. კოლხები ასეთ საქმეს აკეთებდნენ, რომ ყველასადმი დიდ პატივისცემით მოიხსენებენ მევენახეობა მეღვინეობას. დიდი მადლობა. ქალბატონ მზექალა ლორთქიფანიძესთან სტუმრად მისვლა ჩემთვის ყოველთვის დიდი ზეიმი და სიამოვნებაა. იმერული სუფრაც, მასპინძლობაც და გემოთ. სწორედ მის ულამაზეს სახლში ერთიანდება და თქვენს მინდა რომ გაგაცნოთ ეს საოცარი ადამიანი. ესე იგი თქვენთან სტუმრობა არის ზეიმი ნამდვილი, იმიტომ რომ ხვდები ნამდვილ იმერულ სახლის სუფრაზე, რომელიც არის ძალიან გაპრანჭული, აი ნამდვილი თავადური იმერული. ეხლა ბადრიჯანიც უნდა გავსინჯო მე. აუცილებლად. და განსაკუთრებულად გამოიყურება. ამას ეთქობა თქვენ წვავ. წვიანად წვა, ჯერ ორთლში კეთდება და მერე იბრაწყება. ამას დარიჩინია? ცოტა კი აუცილებლად. ნიახურიც აქვს ცოტა. ნიახური, ქინძი, ნიორი, წიწაკა. ხავი მარილში ვამარინადებ. ცოტა ხანი მერე გავწურა, ხავს შეულებრად მოუთუშავს და ნიგუზიან მასას ურევ მერე. ეს სოკოც არის მოშუშული, მოითუთქება ისე რომ ვთქვათ, მაშინვე ვაყრი ხავს და აი მერე ვრაწავ ერთად. და ბოლოს არბილებს და ბოლოს ამ ცოცხალს, რომელსაც არ თუშა. შავი წიწაკა, მარილი, მეტი არა. ნიორი არა აქვს. არ, ნიორს არ უშვებ. და ჭადიც ალბათ არის მითი. ნეშოს პოჩილებზე თქვენს არაჩვეულებრივ ბუხარში გამომწვარი. ეხლა მე უნდა გადავიღო ეს და თან თქვენ მინდა რომ მომიყვეთ, ნახეთ როგორი სტრუქტურა არის ესეთი კვერცხია აქა და რა არის ეს კერძი? ონჭოიანი ფაფა. ჩემს ბავშვობაში დედაჩემი აკეთებდა ამ ფაფას.
ეს ონჭო მდინარის პირას არის, ველური ბექონდა, კი, მდინარის პირას ეზოში და ბავშვობაში გავდიოდი ხოლმე და იქიდან გამომქონდა მდინარის მეორე ნაპირიდან ეს სანელებელი მოკლედ და ეს ნედლია. ეხა აი გუშინ მოვკრიფე ეს ბოლო. გადავედი მდინარე ეს ოღონდ ხიდიდან გადავედი და უკვე აი სეზონი ილევა ამის. ეხა შეგიძლია რომ აიღო ეს და გააშრო და გემოთ აქვს. კი, ეს ნიორი და ეს ერთად ინაყება. ნიორიც აქვს. კი, ნიორი ესა და კვერცხი. აი როგორც კრემი ისე გააკეთებ ამ მოხარშული კრემივით და მერე უნდა ჩაახალო ეს კვერცხები შიგნით მთელი ეს შეიკრება თვითონ ნელ-ნელა ხო აი ძალიან დაბალ იმაზე უნდა მოიხარშო შიგნით და ბოლოში უშვები ამ დანაყილ ონჭოს და ნიორს მარილთან ერთად კი ორჭო არის ჩემი მთავარი აღმოჩენა და აუცილებლად გამოვიყენებ ყველგან სადაც შევძლებ ამის გაკეთება, დამზადებას ნამართლა ფეერვერკია თქვენთან ურთიერთობა ამ სახლში. დიდი მადლობა თქვენ. ზექალა. დიდი მადლობა. ახლა ქუთაისში ვართ, ღვინის ბარში საფერე. აქაურ კერძებსაც გავსიჯავთ და მშვენიერაძის მარნის ღვინოებსაც დავაყოლებთ. დინარის თევზი მინდა ნეშოს ფოთლებზე შემწვარი მივაყოლებდი ბაჟეს და დესერტად შევკვეთავდი შემწვარ გოგრას. მშვენიერაძის ციცქაცოლი კაური და წითელსაც საფერავს შევკვეთავდი მშვენიერაძის მარანიდან. მადლობა. გამარჯობა ანი. სალამი კეთი. დიდი მადლობა მადლობა მოგზანებისთვის. და საინტერესო ადგილი გაქვთ. ჩვენ ღვინის ბარის საფერე გქონდა 2017 წლიდან ქუთაისში და ამ მიმართულებით ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც ახალი სიტყვა ვთქვით. იდეა წამოვიდა ღვინის სიყვარულიდან და შევეცადეთ მათ შორის, რომ ამ რაღაცა პატარა საოჯახო მარნებისთვისაც გაგვეწია პოპულარიზაცია და მენიუ რაღაცა საფერეს კონცეფციის ნაწილი არის, რომ იყოს ძალიან პატარა მენიუ, რომელიც კონკრეტულ ღვინოებზე არის მორგებული. ხო, კერძებს მივხვდი, რომ რაღაცა შეხამება იმერულის დასავლეთის ეს არის ციცქაცოლი კაური. 90% ჭარაში დაყენებული. ეს ტემპერატურა ესე უნდა იყოს, ხო, ამ ტიპის 16 გრადუსი, კი ბატონო. აბა. ახლა გავსინჯავ გამომწვარ კალმახს ბაჟეს წვენით. მე მგონი მშვენიერი არჩევანი გავაკეთე. ესე იგი გვაქვს კალმახი, რომელიც შემწვარია გამომწვარია ნეშოს ფოთლებში. ნეშოს ფოთლები ძალიან პოპულარულია იმერეთში, იმიტომ რომ ჭადი კეცებზე წვება ამ ფოთლებში. ამ ფოთლებს უნიკალური თავისი თვისება აქვს, რომ საკმაოდ პრიალაა და ვინაიდან პრიალაა, ამიტომ არ იკრავს და ესე პრიალა მხრიდან ედება და ეჭვი მაქვს, რომ კალმახი სწორედ ამიტომ არის ესე გაკეთებული. აი როგორი ნახეთ და ბაჟეს ხედავთ ცხიმი აქ ეს ნიშნავს რომ ნიგოზი გამოყვანილი აქვს ნიგოზიდან ცხიმი და შემდეგ არის მოსყული ჩემთვის ეს იდეალური გემოა ძალიან დაბალანსებული გემოა მარილი არის ზუსტად ისე როგორც არის საჭირო ეს არის მარილი გემოვნებით აღებული აქვს თევზის გემო აბსოლუტურად სხვა არომატებს აძლევს, თან სიხრაშუნეს აძლევს და გამოდის, რომ კალმას მიირთმევ გამომწვარ ნეშოს ფოთლებში ხრაშუნად და ზემოდან მიაყოლებ ესეთ გენიალურ გადასარევ იმერულ ციცქაცოლი კაურს და მეტი რა უნდა ადამიანს. შემწვარი გოგრაც მზად არის და გემრიელადაც გამოიყურება. ეჭვი მაქვს, რომ თაფლით არის, აქ რაღაცა ამბებს ვხედავ. ნიგოზით ფიქრობ რომ იდეალური დასასრულია ჩემი ბაღშმის უნიკალური თვისებებით რაჯობია გემრიელ გოგრას ამ სეზონზე და გენიალური საფერავით
ჩვენი ბოლო გაჩერება სასტუმრო კომუნალის რესტორანი დოლია, სადაც როგორც ვიცით, ცნობილი იმერული ხაჭაპური მზადდება, თუმცა კიდევ სხვა ბევრი საინტერესო კერძიც აქვთ. რა უნდა ვჭამოთ ქუთაისში თუ არა ნამდვილი ტაფის იმერული ხაჭაპური, პაპუნა? ანუ ეს როგორი რეცეპტია ახლა? ეს როგორც ქუთაისში როგორც ვიცით, სტუმარის მიღება, ისე ოჯახში როგორაც კეთება, უცებ როდესაც თავს დაგესხმება სტუმარი. სტუმარი მოვიდა ხაჭაპურის ამოთხოვნაში. ხაჭაპურის აუცილებელი გასაკეთებელია და ჩვენთვის რა მნიშვნელოვანი კერძია და თან როგორც ოჯახში გამზადებული ცომის ყველის შეიხვევა და ტაფაზე 5 წუთის ამბავია. მოტაფული იმერული ხაჭაპური. მოტაფული იმერული ხაჭაპური. აი ნახეთ როგორი სითხელის არის. აი всё, ქონო მიცემულა კატაფას გადავიდან გამოცხება და ეგა. ეხლა ვაკეთებთ ჭაც. ნეშოიან ჭაც. ნეშოს ფოთლებზე. ესე იგი, ეს რატო ნეშოს ფოთლებზე რომ კეცზე არ მიიწვას? ხო ეს ძველი ტრადიცია. ანუ ეს იდება ფოთოლის ძევიდან. რო პრიალა და და რომ არ მიკლას ცხელი კეცზე იდება ცომთან ერთად ფოთოლში გახვეული ჭადი ძევიდან ორივე მხარეს კეცი ედება და რო არ მიკლას არც ქვევიდან არც ძევიდან მაინც ეს გამზადებული გვაქვს და კეცი ამოდის ცხელი თონედან. წითელი გახურებული კეცები კეცში იდება და ჭირდება 5 წუთი გამოცხობა. ზემოდან ედება მეორე კეცი სიმხურვალეს. აი წავიდა ხაჭაპური ტაფაზე, როგორც პაპუნამ გითხრა ქუთაისში მოტაფულს უწოდებენ და ძალიან სწრაფად მზადდება. ამ ხაჭაპურის ცომს მაწვნით ამზადებენ. ჩვენი ხაჭაპურიც ამოფუმფულდა. ხაჭაპურიც ნელ-ნელა ცხება, აი კარაქით წაუსვით და მზად არის. ხაჭაპური და ჭადი მოვამზადეთ და იმერული გემოების გაცნობას მხალეულის გარეშე ვერ დავასრულებით. ქალბატონი მაკა ჩიქვინიძე ახლა გაგვასინჯებს მის მოყვანილ მწვანილს და ასევე იმერულ ყველს. აქვე გამომცხვარი პური და ჭყინტილობიოს ჰუმუსიც მართლაც უგემრიელესი აღმოჩნდა. რა სილამაზეა აი იმერული გემოებით. ნამდვილი იმერული გობი. არის გობი, რომელზეც არის ხალეული, მწვანილი, ვცდილობთ ყველაფერი იყოს იმერული ისე საახლური ოჯახური გემოებით. მე ვცხოვრობ სოფელში, ყოველ დღიურად კი ვიყვანთ ახალ ყველს ოჯახში და მოგვაქვს დოლში. როგორც გავიგეთ, თქვენი მწვანილია. მწვანილიც კი ჩემია უსასუქო და ძალიან გემრიელი. ჭადი ცხება კეცში, ადგილზე. ნეშოში აუცილებლად ნეშოში. ეს ნეშო სკრეფენ მთაში, ჩვენ მივიდათ მე სოფლის ბაზარში, ყიდულობთ იქ და გამოდის ძალიან გემრიელი. ასევე ძალიან საინტერესო ეს თქვენი პური და ჭყინტილობიოს ჰუმუსი. პურიც უსაფუარო პურია, რომელიც თონეში ცხება. და ძალიან ბევრი მოდის აქ ამ პურის საჭმელად. მე მგონი არაჩვეულებრივი მიქსია იმისთვის, რომ გემრიელოთ ივახშმო, რასაც ახლა მე გავაკეთებ. აი, მოვიდა ჩვენი შეფით, ეხა პაპუნა ეს ყველაფერი უნდა გემრიელად დავაგემოვნო, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი და პირველ რიგში უნდა გითხრა ეგეთი კომბინაცია გავაკეთო. ეს პური უნდა ავიღო. უნდა წაუსვა ეს ჭყინტი, ლობიოს ჰუმუსი. ჰუმუსი რატო აქვს ტაჰინი? ჰუმუსი ძირითადად ტაჰინით მზადდება, თვითონ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. თქვენ არა უკეთებთ ნიგოზით, აკეთებთ ჩვენ ვცდილობთ იმერულად. ნიგოზი აქვს ახლა ამას. ნიგოზი აქვს. ძალიან რაც მომეწონა ახლა ამაში, მე ამას აუცილებლად შევუკვეთავ და აუცილებლად შევჭამ ამას ჭადთან ერთადაც, ამ ყოლთან და თქვენ კინცთან ერთად, იმიტომ რომ ერთად კარგად იყრება. იმერლებ ძმარი ძალიან გვიყვარს. ძალიან გემრიელია. ძალიან მომწონს ყველი, მართლაც ფანტასტიკურია, რომ ვინატრებდი ესეთი ყველია და მართლა ის გემო აქვს, რაც ბავშვობაში მივირთმევდი ხოლმე. უგემრიელესია, ძალიან დიდი მადლობა. ესეთი არაჩვეულებრივი კერძებისთვის. მადლობა პირიქით. დიდი მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დასრულდა გემრიელი საქართველოს მე-7 ეპიზოდი. გამოყვებით YouTube-ზე, არ გამოგრჩეთ გემრიელი საქართველოს შემდეგი ეპიზოდები.